რეისი 93 აპრილიდან 4 წუთში, სხვა გადაცებული თვითმფრინავი რეისი 11, რომელიც დიდი ხნის აფრენილი იყო, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს შეეჯახა. 9 საათსა და 2 წუთზე კიდევ ერთი გადაცებული თვითმფრინავის რეისი 175-ის სამხრეთ კოშკთან შეჯახებამდე 1 წუთით ადრე რეისმა 93-მა საკრუიზო სიმაღლეს 11000 მეტრს მიაღწია. გაერთიანებული ფრენების დისპეჩერმა 9 საათსა და 19 წუთზე United Airlines-ის ფრენებზე ტექსტური გაფრთხილებების გაგზავნა დაიწყო. რადგან მას ბევრი შეტყობინება ჰქონდა გასაგზავნი, ამის გამო 93 რეისმა გაფრთხილება მხოლოდ 9 საათსა და 23 წუთზე მიიღო. Command Center? Yes, sir. This is John Thomas, Ops Manager. I think we need to let everybody know this right away if they don't already. American 77 was just west of Charleston, West Virginia, flight level 350. It's a heavy Boeing 752. მანამდე 1 წუთით ადრე უმცროსი პილოტის ლეროი ჰამერის მეუღლემ საავიაციო საკომუნიკაციო სისტემით, ანუ ACARS-ით შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეკითხებოდა კარგად იყო თუ არა. 9 საათსა და 24 წუთზე რეისმა 93-მა ავიადისპეჩერისგან გაფრთხილება მიიღო. ყურადღებით იყავით კაბინაში ნებისმიერი შეცვლის მცდელობის მიმართ. 2 საჰაერო ხომალდი დაეჯახა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს. Check this out. Beware cockpit intrusion. 2 aircraft hit World Trade Center. Jesus. Better verify that. საათსა და 26 წუთზე პილოტმა ჯეისონ დელმა ავიადისპეჩერს აშკარად გაკვირვებულმა მსგავსი ტექსტით უპასუხა. 9 საათსა 27 წუთსა და 25 წამზე ფრენის ეკიპაჟმა საჰაერო მოძრაობის მართვის რუტინულ შეტყობინებას უპასუხა. თვითმფრინავის გადაცებამდე ეს მათი ბოლო შეტყობინება იყო. სავარაუდოდ 9 საათსა 28 წუთსა და 05 წამზე გამტაცებლები კაბინაში შეიჭრნენ, რადგან ამ დროიდან დაწყებული დაახლოებით 30 წამის განმავლობაში თვითმფრინავმა დაახლოებით 207 მეტრი სიმაღლე დაკარგა.